მისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა ჩვენთან არის ღმერთი. უფალმა დაგლოცოთ ქრისტეს მიერ მოსაყვარელმა ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა. დედაფთის მშობელი იყოს ჩვენი მფარველი სრულიად საქართველოს და მთელი ქვეყნიერების ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის ჩვენი მეოხი, ჩვენი მფარველი სასოა ჩვენთვის და მე ვთხოვ დედაფთისას რომ გაათმაგებულად ვიშოვოს ღვთის წინაშე იმდენად დავეცით ადამიანები იმდენად ცოდვაში ვცხოვრობთ რომ თუ სხვა არ გამონახეთ ჩვენი სულისთვის რაღაცა წამალი და ეს წამალი ვიცით სადაც არის სინანულშია სიყვარულშია და იმ სათქმეებებშია და რა თქმა უნდა ქრისტეს ძიებაში მაგრამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელის გარეშე არაფერი გამოვიდა რამე თუ ის არის მეოხი ჩვენი. დღეს რაც შეეხება წაკითხული იქნა მათე მახარებლის სახარება. ეს არის მათე მახარებლის 21 თავი, 33-42 მუხლები. და აქ არის საუბარი იმ ბოროტ მევენახეზე, ან მევენახეებზე, რომლებიც ანუ მიისაკუთრებენ სხვის ქონებას და მე თვითონ სახარების შინაარსს აგიკითხავ და მე გამოვიდა. უფალი ბრძანებს იგავს თავის მოციქულები დამსხე საზოგადოება არის იქ და ამბობს რომ იყო უფალი რომელმაც განაშენა ვენახი მე გთხოვთ რომ ყურადღებით დაუდო თითოეულ წინადადებას ყური ანუ ვენახი გააშენა შემოზღუდა ანუ ნიშნავს რომ შემოფარგლა რა თქმა უნდა ღია ვენახში ყველაფერი შეიძლება შევიდეს აშენა გოდოლი, აშენა საწნახელი, დაუტოვა, ანუ ყველაფერი გაამზადა, დაუტოვა მევენახებს, ანუ დაქირავებულ ესე ვთქვათ, ადამიანებს და თვითონ წავიდა. და მაცხოვარი ბრძანებს, როცა მოიწია უკვე ამ დამწიფდა ვენახი და მოსავლის აღების დროა, მიულინა თავისი მონები. ადამიანები თავისი ხალხი რომ ეს ნაყოფი წამოვიდა ბუნებრივია ანუ მორიგება ისეთი იქნებოდა რომ რაღაც წილი რჩებოდათ მევენახეებს და როგორც ყოველთვის მეტი წილი თვითონ მეპატრონის არის უნდა წამოვიღო მეპატრონას მაგრამ მაცხოვარი ბრძანებს რომ ზოგსო სცემესო ზოგს ქვები ჩაქოლეთ ზოგი მოკლესო ну რა თქმა უნდა რომ გაიგებს ეს ბატონი გაგზავნის მეორე პარტიას, მეორე წებას და მათაც ასე მოიცევიანო ბრძანებს უკან. მაშინ ადგება და გაგზავნის თავის მხოლოდ ჩობილ ძეს და იტყვის, რომ მოდი გავაგზავნე ჩემ ძეს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ხო ყოველთვის მემკვიდრეა, სახარებაშიც ვკითხულობთ ზოგადად ბიჭი, ნუ ბიჭი თუ არ არის გოგო რა თქმა უნდა განაშენობა, მაგრამ მემკვიდრეა ბიჭი და რასაც წარმოადგენს мама, იმას წარმოადგენს მისი მემკვიდრე, ბუნებრივი, ანუ რა სიტყვაც აქვს მამას, ის სიტყვა ძეს. და იქნებ შეიკდიმონ, ანუ ძველქართულად იგი მოერიდო თუ მისიო და გაუშვა თავისი ძე. როგორც კი მივიდა და დაინახეს ამ მევენახეებმა, რომ მივიდა ამ ბატონის ძე, სახარება გვეუბნება, რომ თავის გულში აი რა მოაქვს ზოგადად დაუფიქრებლობას თავის გულში განიზრახეს რომ ეს არის მისი ძე მხოლოდ ჩობილი მოდი მოვკლათ და მისი ქონება დაგვრჩება ჩვენ და მართლაც გაიყვანენ ვენახის გარე და მოკლავენ და მაცხოვარი ესეთ კითხვას უსვავს იმ ებრაელ საზოგადოებას რომ თქვენ როგორ გონიათო ანუ რას იზავსო ეს ბატონი და რა თქმა უნდა ეუბნება თვითონ დამსწრე საზოგადოება რომ ანუ რა სიბოროტითაც ანუ მოიცენ ამ სიბოროტით მოიცევიან მას ხვებიცო და მაშინ უკვე ჩვენ ვიცით ფსალმუნებშიც გვაქვს ეს რომ მაცხოვარი ბრძანებს რომ არა მოგიკითხავთო ლოდი რომელი შეურაცხოს მაშენებელთა ესე იქნა თავკიდე და უფლისა მიიღოს და საკვირელ არ წინაშე თვალთა ჩვენთა ეს არის სახარება და ეუნდერასაც თავისი განმარტება და მე თუნებას მოვცეთ ანუ განგიმართეთ რა თქმა უნდა აუცილებელია ვიცოდეთ რომ მიწის აი ეს ბატონ პატრონი არის თვითონ ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო. და ერთ-ერთში ეხმიანება დღევანდელი სახარება
ებრაელების ცხოვრებას და მათ წესს. გესმით? და რატომ ამასაც გეტყვით? აი მათზე ეს დაწერილი, იმიტომ რომ მაშინ იყო ეს ერთადერთი ერი, რომელიც სწორ სარწმუნოებას მიყვება და დანარჩენი მსოფლიო იყო კერძსახურებაში, კეთაღმანიცებაში. შესაბამისად ეს ერი გამოირჩია ამიტომ უფალმა ღმერთმა, იმიტომ რომ ერთ ღმერთს სცემდნენ თაყვანს. შესაბამისად ნახე რას გვეუბნება ამით მაცხოვა. ჩვენც რა თქმა უნდა ებრაელ ხალხია, მაგრამ ყოველივე რაც იწერება თვითონი ჩვენთაგან დაიწერა ჩვენთაგან ის არის, რომ ჩვენ სული საცხონებლად გქონდეს და გამოვიყენოთ. ეს ზღუდე რომელიც შემოვალა ვენახი ჩვენ ვართ ადამიანები და ზოგადად ის ხალხი რომელიც შექმნა ღმერთმა. ზღუდე რომელიც შემოვალა აი ამ ვენახს ეს არის მოდი ვთქვათ 10 მცნება რაც დაუწეს ადამიანებს. თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვთქვა რომ ეს არის კანონები რომელიც მაშინ მისცა ებრაელს ერს ჩარჩო. მე ბევრჯერ მისაუბრია ვინც ხშირად ბოლომდე ესწრებით ქადაგებას რა არის ჩარჩო? ჩარჩოდან არ უნდა გადავიდეს ადამიანი. ეს არის ცნებები, რომელიც მოგწე ჩვენ ღმერთმა. რო გეუბნება არა კაცკლა, ესე იგი არ უნდა მოკლა. და მარტო კაცი კი არ უნდა იყო მკვლელი, არც სულიერად მკვლელი ადამიანისა და არც ფიზიკურად მკვლელი ადამიანისა. ააშენა გოდოლი. გოდოლი რას ნიშნავს? რაზეც ანუ ჩვენ ვიცით რომ ამ გოდოლზე ან ცეცხლსანთებრის შემოსევის დროს საქართველოში ესე იყო ყოველ შემთხვევისთვის. მაგრამ ამ გოდოლზე იდგა ესე ვთქვათ მუშაკი, ანუ ყარაული, რომელიც ყარაულობდა თუ დაიძინა და ბუნებრივ ვენახს გაუზიდავდნენ და შესაბამისად ეს გოდოლი. სულიერებაში ეს გოდოლი ნიშნავს ჩვენ სიფხიზლეს. გესმით? რომ არ უნდა მიერულოს ადამიანს, აი 10 ქალწულის არ იყოს, 5 ბრძენი იყო, 5 სულელი, 5 მიერულა და მოვიდა სიძე უცებ. ანუ მოვიდა მაცხოვარი, ანუ მეორედ მოსვლა და 5 აღმოჩნდა ამისთვის მზად და 5 არა. იმიტომ რომ ზეთი არ გაჩა, ზეთი კიდე ალეგორიულად მადლია, რომელიც ადამიანი მთელი ცხოვრება უნდა აგროვებდეს ამ მადლს. შესაბამისად, ანუ ეს გოდოლი იმიტომ არის, რომ თვითონ ადამიანს მისცა, რომ ვიყოთ ფხიზერნი, რამე თუ როდის მოვა მაცხოვარი არ ვიცი და როდის ჩაეძინება ადამიანს, აქ არ არის იმ ძილზე რითი ჩვენ სულ გვენატრება ეს ძილი არა, სულიერზე აქ ლაპარაკი, იმიტომ რომ მოდუნება ადამიანისა, ანუ იმ ხშირად არ გითხოვთ თქვენ თუნდაც ჩემთვის ამ ერთმანეთს აი რამდენი ხანია ტაძარში არ ყოფილა, უკვე მოდუნებული ხარ, უკვე ჩაგეძინა. იმიტომ რომ როგორ შეიძლება რაც ხდება ტაძარში ის იცი მით უმეტეს რომ ყოველი წირვისას აღესრულება ამ ხელა საიდუმლო მაცხოვარი იკვლება რომ შენ მე და ნებისმიერ შედეგას მისცეს თავისი წმინდანყოფელი და წმინდა სისხლი და ხორცი და ამ დროს შენ ძინავს როგორც ფიზიკურად ისე სულიერად. აღაშენა სამსხვერპლოის წინასწარ აღაშენა საწნახელი, რაც სამსხვერპლოს ნიშნავს. საწნახელში ღვინო იწურება, ღვინო კიდე ჩვენი ქრისტიანების ეს არის სისხლი ქრისტეს. ხო? და თვითონ აი ამ საწნახელში, ანუ თვითონ აი ამ სამსხვერპლოზე იქნა მიტანილი მსხვერპლად მაცხოვარი. იონე ოქროპირი ასეთ რამეს ბრძანებს ერთ-ერთ ქადაგებაში, რომ ადარებს აი ეს ჩვენ ყოფას ქრისტიანებისას და თუნდაც აი ებრაელებისას. მე ვთქვი რომ თავიდანვე დაწერილია იმაზე, იმიტომ რომ ანალოგიურ ისტორიას და სურათს ასახავს იმ ერისას, ანუ ებრაელებისას, მაგრამ ჩვენ ჭრილში რომ გადმოვიდავთ, იგივე თითქმის არ იცვლება არაფერი, დღეს ჩვენ წამს ერთი ჭეშმარიტი ღმერთის, მაგრამ ადამიანებს ამ სხვადასხვანაირად როგორ თავისი გაგები. ასე რომ იყოს ჭეშმარიტება, ხო? ესე არ არის ჭეშმარიტება. ამიტომ არის რომ ნახეთ იონე ოქროპირი ბრძანებს ეს დრამეს, რომ ეხლა ამ ბატონს, აი მეფე მაგალითად არის ქვეყნის მეფე სახელმწიფო აქვს და თავისი სახელმწიფოს ტერიტორია შემოზღუდა, ანუ შემოსაზღვრა და სამი ნაწილი, ანუ სამი მხრიდან და მეოთხე დატოვა ღია. ანუ უფრო ადვილად შემოვა ხომტერი და დაიპყროს იმ სახელმწიფოს ბუნებრივია. და ნახეთ რა შეადარა, ეს გავს ადამიანს, რომელიც 9 მცნებას იცავს და მეათეს არა. ალბათ გეცნობათ რატო ვსაუბრობ ამაზე, ხო? მამაო, მე ვიცავ ყველაფერს, აი 5 მცნებას მაინც ვიცავ. რა, მადლობას ელოდები? 10 არია და არა 5. 10-ია და არა 7 და ასე შემდეგ. 10-ია ხალხო, 10 მცნება. ამ 10 მცნებაზეა მთელი ადამიანის, ანუ სისავსე დაფუძნებული და შესაბამისად ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ როცა ამ საწნახელში თუნდაც გლეხი ღვინოს წურავს, ეს ასახავს იმას, რომ იქიდან აი იყო პერიოდები ისტორიას ახსოვს ძალიან
ბევრი როცა ტაძრები დახურული იყო, იდევნებოდნენ ქრისტიანები და ასე შემდეგ. ქართველი კაცი მაინც გამონახავდა. ერთ-ერთი რუსი მოძღვარი ქადაგებდა, სხვათა შორის ამას წინათ უსმენდი, ქართველებზე ქადაგებდა, საოცარი ხალხია. რატომღაც ჩვენ ვერ აღვიქვათ ჩვენ თავს ესე ხო ესე, იმდენად დავბრმავდით, იმდენად დავყრუდით, საოცარი ხალხია. ჭირის დროსაც ილხენენო, ღერიანო და მათვისო ყველაფერი აი არა ვარ ჩვენერი მდიდარი, ანუ როგორც შვეიცარია და ასე შემდეგ, მაგრამ ნახეთ ამ ადამიანმა რა თქვა მოძღვარმა, პური აქვს, ღვინო აქვს, ესე იგი წირვაც არის. ესე იგი ქრისტეს ადიდებენ, ესე იგი ეს ხალხი ეზიარება. მის თქმა მინდოდა რომ აი ესეთ პერიოდშიც კი ქართველი ადამიანი ღვინოში პურს ჩააწოვდა და აი ესე ამ ფორმით ეზიარებოდა. იცით რა არის გამოსავლეს ნახო ყოველთვის შეიძლება, მაგრამ მე მის თქმა მინდა ჯერ მიდგა მოდი ამ სახარების განმარტებას შორის იმ ადამიანებზე, რომელიც უფალმა ესე თქვა მიუგზავნა, ანუ ამ მევენახებს, რატომ ქვია სახარებას თვითონ სახელად, ანუ ბოროტი მევენახე. რო თქვი რომ შექმნა სამყარო და ჩაყარა ვაზიანო ჩვენ ადამიანები შექმნა, მისცა ეს ყველაფერი აბსოლუტურად რაც ჭირდება ჩამოთვალე ადამიანს, შემოსაზღვრულია ცნებებით, შემოსაზღვრულია ესე თქვა ჩარჩოთი და ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ნახეთ, თვითონ წავიდა. ჩვენ ვიცით რომ საწავიდე ხო უფალისავმა წავიდეს ხო? ჩვენ ვიცით რომ ეცხადებოდა და ესაუბრებოდა ა ブラ ამს, ისააკს და ყველა ძველ წინასწარმეტყველს. მაგრამ მე მოხდა პაუზა, იმიტომ რომ ადამიანმა შესწოდა, ადამიანი გამოგდებული იქნა ამ სამოთხედან და ისევ საჭირო იყო ადამიანის ღმერთთან შერიგება. ადამიანი ამას ვერ მოახერხებდა, იმიტომ რომ ადამიანს ამის ზადა სადა აქვს. ადამიანს იმის ზადა არ აქვს, რომ მეზობელს შეურიგდეს. იმდენად ამპარტავანია. თუნდაც რომ მართალი იყოს, იმიტომ რომ მეზობელო კარისაო ხშირად გავუწყებთ, რომ დღეს მეზობლის ფუნქციამაც კი არსმაც კი ფუნქცია დაკარგა. და შესაბამისად, ანუ ეს ყველაფერი მოგცა და უფალი გვიყურებს თვითონ ჩვენთაგანს. ანუ როგორ წარმართავთ ამ ქვეყანას, რომელიც ჩვენ მოგცა. და რას უყურებთ ჩვენ? რა ქნა ებრაელმა ხალხმა, რისგანაც იყო გამორჩეული ეს ერი, რომ ერთ ღმერთს ცემდნენ თაყვანს, მთელი თავისია ეს სწავლება რელიგიისა, განა რელიგიაზე აწყეს, არამედ საკუთარ თავზე. და ამიტომაც ამ ხელს უფალდა ეუბნება, რომ თქვენი პირი აქებსო ღმერთს, მაგრამ თქვენი გული შორს არის ღვთისგან. და ამიტომ არის რომ ნახეთ მიულეს ეს რა ქვია თავის მონებს და ვინ არიან ესენი? ესენი არიან წინასწარმეტყველნი, რომლებიც მოდიოდნენ იერემია, ისაია, ეზეკია და ასე შემდეგ, ბევრია ხო, ძალიან ბევრი. და ეუბნებოდნენ რომ მოვა დრო, როცა მოვა მესია, მაგრამ დამიჯერეთ აი ვინც იცის ძველი აღთქმა, აბსოლუტურად უმრავლესობა 99% მოკლულია მათ მიერ. არ შეიწყნარეს. მეორე გზას დაუყენებს, ანუ ისევ გააგზავნის თავის წარმომადგენლებს იგივე წინასწარმეტყველები, არა მიგივე. იმიტომ რომ შეწყნარებული არ არის, აი თვითონ მაცხოვრის ბრძანებსო, თავის ქვეყანაში არ არის წინასწარმეტყველი შეწყნარებული. და ბოლოს გაუგზავნის თავის ძეს, იქნებ ამის მაინც მოედოს. რას გახსენებთ? მაცხოვრის მოსვლას, შობას. იმიტომ რომ არ გაჩერდა კაცობრიობა, ჩაიძირა ცოდვაში. და ამ ყველაფერთან ერთად უკვე უშვებს მამა ღმერთი, რომ მიავლინოს თავისი ძე მხოლოდ შობილი, რომ იქნება ამისი მაინც მოერიდოთ. აქ ახლა ადამიანური ვსაუბრობთ ჩვენ მორიდებაზე, მაგრამ გაჩერდეს ადამიანი, იმიტომ რომ ცოდვაში ცხოვრობს. და მათი გულისნადები რატო თქვი, რომ ეს შური ბოღმა აბრმავებს ადამიანს და ყველა ცუდ საქმეზე ხელს მოაწერინებს და მოდიო ერთმანეთში მჭობენ. მოკლათო და იმის მთელი საბადებელი ჩვენ დავრჩება. შემამოწყოლებულო შვილს რომ მოკლა, მამა ხო ცოცხალია, ის ხო შურს იძიებს. ამიტომ არის გონება, იმიტომ კი არ მოგცა ადამიანმა რაც გინდა ის აკეთო, კატამევით თავი იქნიო, არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერ მე რომ ეხებოდეს მეც მივიღებ ამას. იმიტომ მოგცა გონება, გონიერი, უფალმა და განსხვავებული ცხოველისგან, რომ იფიქრო ადამიანო და ფიქრით უნდა და 100-ჯერ დაწონო და ისე უნდა გადაწყვიტო, რომ ვინმეს არ ავნო, ვინმეს არ გაუფუჭო. და გაიყვანენ გარეთო ვენახის გარეთ. მე ამ კითხვის ატოვსავ, გახსენდებათ რამე სახარებიდან? მაცხოვარი იერუსალიმში არ მოკლეს. გაიყვანეს, იერუსალიმიდან გაიყვანეს და თხემის გორაზე აიყვანეს. ყოველივე, რასაც მაცხოვარი ამბობს, წინასწარმეტყველება რაც იყო, თუნდაც ფსალმუნებში ყოველივეს წინედო, თუნდაც დავით მეფსალმუნე რატომ არის უდეს წინასწარმეტყველი?
ყველაფერს წინასწარ ამბობს თავის ფსალმუნებში და მოკლეს. ამიტომ ნახეთ ის ბატონი, რომელიც მამა ღმერთს განასახიერებს მეუღლე და ეს ძე მისი მხოლოდ შობილი არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე და რა იყო ებრაელების მერითის დავიწყე ამით დავასრულებ, რომ თავიანთი სწავლება შემოიღეს. აი მაგალითისთვის სისხლდინარე დედაკაცი, რომელიც 20 წელი 18 წელი იტანჯებოდა და ყოველივე წარაგოდა, ვერაფერი ვერ უშველეს. და მაცხოვარმა ერთი უთხრა და განკურნა და ებრაელები ეუბნებიან ეს რაბინები, რომ რატომ შაბათს და რატომ რა უნდა ეხლა ამ ხალხს. ანუ არ უნდა განკურნებულიყო, ან თუნდაც რომ განიკურნა ყველაზე სასიხარულო არ იყო. ნახეთ, მე ბევრჯერ ვიტყვი, კანონები არ აცხონებს ადამიანს. კანონები აუცილებელია ცხოვრებაში, მაგრამ კანონით ვერ ცხონდება. ათმცნებაში რო იცი რომ ნახეთ რა არის, რასაც მაცხოვარი გვეუბნება, ყველაფერი რო გეუბნებით, რომ მიბმულია. ყოველივე ცოდვა ეპატიება ადამიანს გარდა ღვთის გმობის გარდა. პირველი მცნება რა არის? არის ცით. არ იყოლიო სხვა ღმერთი. კი ბატონო, და ამიტომ არის რომ ნახეთ, რასაც გეუბნებით, რომ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს ამაზე როგორ იტყვის ადამიანი, რომ თუ სხვა ღმერთი ყავს, რომ ის ცხონდება, ან ის მას ეპატიება, ვერ ეპატიება. ამიტომ არის რომ ყოველივე ესე ვთქვათ, გულისყურით უნდა მოვისმინოთ და კი არ უნდა გავატაროთ ყურსიკით, არ უნდა შევიმეცნოთ. როცა გაიყვანენ ამ მხოლოდ შობილ ძეს და მოკლავენ, მე ვთქვი, ნახეთ, პირდაპირ არის მნიშვნელობა შეხედოთ. ვენახში არ კლავენ. რატომ არ კლავენ? არ კლავენ, იმიტომ რომ ვენახში რომ მოკლან, გონიათ რომ ვიღაც დაინახავს. ამიტომ ის მაცხოვარი გაყავთ გოლგოთაზე, მიყავთ თხემის ადგილას, ხო? არ სისხლს არ აქცევენ იქ იერუსალიმში. გონიათ რომ აი ამ სისხლის არ დაქცევით, ცოდვას არ ჩადიან. გესმით, აი რამხელა უგუნურება, ან მაცხოვარი რო აყვედეს, რომ თვითონ თქვენგანო უგუნურნო რო ეუბნება, განა ვირი ან ხარი გადასამნელი ყავდეს, ან წყალი რო და არ დაალევინებ, ხო? და რამდენად ადამიანი აღმატებულია ამაზე, ხო? ანუ შაბათი დღე არ არის ბატონი ადამიანის, არამედ ადამიანია ბატონი ყველა დღისა. ამიტომ არის თუ კარგ საქმეს გააკეთებ, დალოცვილი ხარ და კურთხეული ხარ. ბევრჯერ მოსულა, აი დიდი დღესასწაულები ყოფილა და უკითხავთ, მამაო, დღეს მუშაობა ხო არ შეიძლება თან ცოლთან ესეთი თავი მოათ, რომ არ გააკეთო. შეიძლება მე ვთხარი, რატო არ შეიძლება? კარგი საქმის გაკეთებას ადამიანს შრომა აკეთებს შობილებს და გადადება არ შეიძლება. იმ გლეხმა რაკნას თუ ვაზი შესაფუთია თუ როგორც არის, იმ გლეხმა რაკნას დავუშვათ რაღაცა რომ დასათესი აქვს სიტყვითან არ იმუშაოს. ვინ გაუკეთებს? მაგრამ ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ, ჯერ უნდა მოსულიყვნენ ტაძარში, შეეწირათ ღვთისთვის ღვთისა და კეისრისთვის კეისრისა და შემდეგ უკვე ემუშავათ და მაშინ იყო ზუსტად რომ კურთხეული იყო მათი შრომა. კურთხეული იყო მათი ყოველი მოყვანილი ნებისმიერი კულტურა, იმიტომ რომ მათ იცოდნენ შრომის ფასიც, თავისი ქვეყნის ფასიც და ღმერთის ფასიც. ამდენ იმიტომ ვისაუბრე მე, რომ მინდა ჩვენ ვიცოდეთ ყველაფერი, რაც წმინდა სახარებაში გვიწერია, რომ ვიღაცამ წაიკითხა, აი მე ვენახეზეა ლაპარაკი, თურმე ეს მოკლეს, არ არის ესე. და ჩვენც უნებურად ნუ ვიქნებით ყოველ დღე, ყოველ წამს და ყოველ წუთს ქრისტეს მკვლელები, იმიტომ რომ ჩვენ აგვხავს ზუსტად ხელმეორე ჯვარზე, ჩვენ მიერი ჩადენილი ცოდები, ჩვენ მიერ უპატვიცემულობით, ჩვენ მიერ ანუ არ გაგებით ათიმცნებისა და ასე შემდეგ, ან ჩვენ მიერი ინტერპრეტაციით, როგორც ჩვენ გვინდა ისე გავიგოთ, იმიტომ რომ ძალიან ადვილია შენი საკუთარი თავი დააჯერო რომ მართალი ხარ. ასე რომ მე ყველას გისურვებდით, რომ გონიერი შვილები ვიყოთ მე ჩემ თავს პირველ რიგში, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს უფალმა